1,100,000-ზე მეტი ხმა და 70%-ზე მეტი მხარდაჭერის მაჩვენებელი 64-ვე მუნიციპალიტეტში. ქართული ოცნება მეათე და შთამბეჭდავ გამარჯვებას აღნიშნავს. პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ მმართველი პარტია ხალხის ნდობას გაამართლებს. ეს არის, რა თქმა უნდა, ქართული ხალხის ძალიან მყარი ნდობის კიდევ ერთი დადასტურება და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეს ნდობა მაქსიმალურად გავამართლოთ. ასევე თბილისში, რაც შეეხება პარტიულ შედეგებს, არის ყველაზე მაღალი შედეგი, რაც კი დაფიქსირებულა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნების სასარგებლოდ და დედაქალაქის მოსახლეობასაც მინდა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენმა პარტიამ მიიღო ხმების 70%-ზე მეტი, რაც არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგი. პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ოპონენტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზეც საუბრობს და Deep State-ის ჩავარდნილ გეგმაზეც. ირაკლი კობახიძის განცხადებით ხაზარაძისა და გახარიას პარტიებსა და მათ პარტნიორებს ნაციონალების ჩანაცვლების გეგმა არ გამოუვიდათ. ჩავარდა ნაცმოძრაობის ლელუთი და გახარიათი ჩანაცვლების გეგმა, რომელიც მოამზადა Deep State-მა. პრაქტიკულად უკვე ჩამოსაწერი გახდა ეს ორი პოლიტიკური პარტია. ყველაფერი გაკეთდება ზოგადად იმისათვის, რომ ბოლომდე გავანეიტრალოთ ეს ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, რასაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა. წაგებული არჩევნების შემდეგ დღეს ამ პარტიებში კომენტარი არ გაუკეთებიათ. გადაწყვიტეს, რომ მედიასთან არ გამოჩენილიყვნენ და ვიდრე დადუმდებოდნენ, დამარცხებიდან რამდენიმე წუთში საკუთარი მარცხი ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას გადააბრალეს. არჩევნებამდე 8 თვით ადრე დაწყებული ბოიკოტის კამპანია იყო კრიტიკული შეცდომა ოპოზიციის იმ ლიდერების მხრიდან, რომლებიც ამ პროცესის სათავეებთან იდგნენ. ამ განაცხადმა გავლენა მოახდინა საზოგადოებრივი აზრის არასწორად ფორმირებაზე და შესაბამისად მთელ პოლიტიკურ პროცესზე, რომელმაც კიდევ ერთხელ შესაძლებლობა მისცა ქართულ ოცნებას მიეტაცებინა ყველა იმ ოპოზიციური პარტიის ხმა, ვინც არ შემოვიდა ამ ბრძოლაში. ოპოზიციის ნაწილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ოცნებას ესარგებლა არაფრის მომცემი ბოიკოტით და ნაცვლად იმისა, რომ არჩევნებით მიგვეღწია თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში ოცნების დამარცხებისთვის, ოცნებამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო გაიფორმა და აპირებს და ალბათ ბოლომდე მიიყვანს სრულიად დაუმსახურებელ ეგრეთ წოდებულ გამარჯვებას. კირჩმა კი ბრალი აქტივობის მაჩვენებელს დასდო, თუმცა შედეგებით მაინც კმაყოფილია და მომავალში მეტ პერსპექტივას ხედავს. ჩვენ უფრო მაღალ აქტივობას ველოდებოდით, ამიტომ ზოგადად უფრო მაღალი მოლოდინები ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვართ შედეგებით, იმიტომ რომ ყველა დიდ ქალაქში გავიყვანეთ საკრებულოში და ზოგ შემთხვევაში რამდენიმე ადამიანი, რუსთავში და ქუთაისში მეორე ადგილზე გავედით და პოტენციურად კარგი შესაძლებლობაა, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი მხარდაჭერა რეგიონებში და მათ შორის და დედაქალაქში. 4 ოქტომბრის შემდეგ ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციები წერტილ დასმულად გამოაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის აქტიურობამ და გამოვლენილმა ნებამ ყველას დაანახა, ვის აქვს ქართველი ხალხის სახელით საუპრისუფლება. საქართველოში შედგა არჩევნები, რომლებაც კიდევ ერთი წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას, თუ ვინ არის ქართველი ხალხი, სად დგას ქართველი ხალხი, რამდენია ქართველი ხალხი და ვის შეუძლია მათი სახელით ლაპარაკი. ქართველი ხალხი გუშინ მივიდა არჩევნებზე, რომელიც ცხადია იყო იმაზე მეტი, ვიდრე ეს უბრალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. გუშინ ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოს, ქვეყნის კონსტიტუციას, მარცხწესრიგს, დემოკრატიას და ეროვნულ ინტერესებს. პირობას ვაძლევთ მთელი გუნდის სახელით ჩვენ საზოგადოებას, რომ ჩვენი გუნდი იქნება განუხრელი იმ პრინციპებისა და იმ გეგმისა და იმ წინსვლის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების, რასაც უკვე მეათედ და საიუბილეოდ დაუჭირა ჩვენი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მხარი. შედეგები დათვლილია, გეგმა გაწერილი. მმართველი გუნდი დედაქალაქსა და თითოეულ მუნიციპალიტეტს განვითარების 4 წელს ჰპირდება.